და კეთი დავშორდით. არა, აქამდეც დაშორებულები ვიყავით, მაგრამ უფრო დავშორდით. უფრო სწორად გავშორდით. თითქოს მხოლოდ ერთი ასო შეიცვალა, ურთიერთობა კი ზუსტად იგივე დარჩა, მაგრამ გამოგიტყდებით ამ ერთი ასოს შეცვლით, თავს ცუდად ვხსნით. მართალია ეს ყველაფერი ჩემით გადავწყვიტე, ჩემთვის ხომ არავის დაუძალებია იმ ფურცელზე ხელის მოწერა, მაგრამ მაინც ცუდად ვარ. დეპრესია მაქვს. ყველა რომ მეუბნება არა უშავს, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო, ამის გამო კიდევ უფრო ცუდად ვხდები. გადავწყვიტე ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, თან ისეთ რამეზე, რაც გამომადგება. მოკლედ ვცდილობ წიგნის წერა დავიწყო. რედაქტორის მოცემული დროც ნელ-ნელა იწურება და თან ამდენი ხანი მელოდებით და უკვე დროა ზურაბ თარხან მოურავმა მეორე წიგნი გამოუშვეს. თავარია ხელი არავინ შემიშალოს, რომ კონცენტრირება შევძლო. თან გაქანებული ნევროზი მაქვს და იცოდეთ ხელის შემშლელს ძვირად დაუშვდება. Sodova. Argavagüze pesidat nervozaya gidiyor bugün kız kadar gidiyor. Galagüze de tamam sen sumizesi çıkmış. Patron. Ratamuna var patron. Ne mamuka var. Patron. აღარ დაიყოთ რა. მამუკარა, რანაირად სუნთქავ რა მამუკარა. რატო მემაგვიზე რა გინდოდა რა. რა ხმარი? აი კიდე. ვიხმაურობს რა. აჰა კიდე რა. არა ვიხმაურობს, ხომ მუშაობ, არა ვიხმაურობს, როგორ მაინტერესებს რა. ეს არის რა. როგორ ეხეთქება ეს თითებით იცნო ვაჭერ ეგრევე აზრი მეფანტება რა. დავშვიდე ბიჭო, გამოგივიდა. აი დავშვიდე მესმის ახლა ძელია შეძვა. კეთის გარეს ცხოვრება ისეთი პერიოდი გაქვს, მაგრამ ცოტა თავი ხელში უნდა აივანო რა, დამიჯერე რა. უკვე ნერვოზია კიდე მეგონი რა. და ესა რო აკეთებ, აქედან ეგრევე დაწაკი და დაიძინე, არც დაისვენე. არავითარ შემთხვევაში არ შეხედო საკეში, თორე ისე გამოიყურები, რომ შენ სულ ოდნავ თავმოყარება რო ქონდეს, ეგრევე დატოვებდა შენს ხელს. ისევე დაიწყე. ხოვი არა გაჩერდი თქო არა. კეთის ფიქრის მაგივრად მინდა რომ წიგნზე ვიფიქრო და შენ კიდე ნერვებს მიშლი. ეგ ისე ნერვებს ერთი რაღაცა გიწყდებით რა, რა გემოს. კარგი, ეხლა მე რომ მოგიშალო ნერვები, კარგი იქნება? ჰა? კარგი იქნება?
დედა 30 წლით მცროს მიყვება ცოლად. ეს არის კარგია, დედა 30 წლით მცროს მიყვება ცოლად. რატომ მიყვება დედა 30 წლით მცროს? რატომ მიყვება? რატომ მიყვება 30 წლით მცროს? არა. რატომ მიყვება დედა 30 წლით მცროს? გადავირი, აი ნერვები აღარ ყოფნის. გადავირია, რატომ მიყვება დედა 30 წლით? დავშვიდი, ხო, დავშვიდი. შენ ოღონდ დაწყრდი და მე ხმას არ ამოვიღებ, ჩვენთან. ხო და ეგრე. ისედაც ვერ ვასწრებ ციგნის აწერას. ძლივს მუზა მომივიდა. მე აღოჩენ სულ. ეგრე ამოვიდა მე აფსაღაძე. მამუკა, ეგ იმიტომ რომ მუზა მომდის თვეში ერთხელ 3 თუ 4 დღით, ამიტომ რომ ამ დღეებში მოვასწრო დაწერა. შენ კიდე ნერვებს ვიშლი. აი, მუზა თუ მესტროაც. მამუკა, სულ იდიოტი ხარ რა. აი, დავშვიდი ახლა შენ მესმის რომ რთული პერიოდი გაქვს, მაგრამ სულ თულად მაბრალებ რაღაცეებს რა. ხო ხედავ, თან ცდილობ რომ არ ვიხმაურო დილით და წყნარ. ძალიან კი არ მოინდა კაცო. გადავშთა, ნუ არ შეიძლება, გადავშთა, თან ცდილობ რომ ჩუბათ უყარ ვიხმაურო, დახვდები რა. მამუკა, მუშაობ. შეგიძლია რომ ჩუმად იყო, მუშაობ. კარგი, ჩუმად. მამუკა, ვიცი რომ გულში მაინც მღერი ხარ და ეგეც მიშლის ნერვებს. მინდა რომ ოთახში ბუზის გაფრენის ხმა მესმოდეს. გაიგე? მამუკა, რატო არ მესმის ბუზის გაფრენის ხმა? აცივდა, რა ვთქვა აღდაფრენია ეს ბუზები. რაგინა დილით, რას გადამეკიდე მართლა? გადაგეკიდე კი არა, ხო გთხოვე რომ გაჩერდი მეთქი არა? შენი გულისთვის აბზაცი ვერ ჩავიყვანე ბოლომდე. არა და ამ დროს მე და კეთი ერთად რო ვიყავით, რო წერის დროს გავიჭედებოდი, მაშინ ყავა მოქონდა და მეც ეგრევე მეკცნებოდა გონება. ეს თუ გიშოდეს, აჰა, ერთი კლუბი გავაკეთე მათ დალი, ჰა? კარგი რა, ეხლა ყავის მოტანის დრო იყო, ეხლა რაღაცას წერდი და დამავიწყდა რაც წერდი. აზრი ხომ და გადავაკლო, აი რა დავწერო ეხლა? აი როგორ გადავაბა, რა უნდა დავწერო? ობა. რა ობა? გამარჯ უკვე გიწერე, ობა მეაწერდა ეგ. სკოლაში გამოიყარეთ. კარგია, მერთხა არა უშავს. თან მასწავლებელი დაგვიწყებ და გაკვაჩი რატომ არ ისწავლეთ? ნუ ვაპარაკოთ, მობილურზე ვთამაშოთ. ხო, არა, მესაკუთრე არ არის, მობილურზე კი არ თამაშობთ. ნიკას წერთ SMS-ს. ნიკა ხო არ მოხდებოდა რომ ჩვენ დავიბარეთ ბაში შეხვედრაზე. არა, შენ ნომერი არის ის თეცოიდან. და შენთან არ მოგიწერია ხო? არა, გოგო, მარტო მაქედან. აი მაშინ რომ დღე შენ პრინც შეხვდებიო, აი მაგის მერე შემიყვარდა და სულ მიყვარს. რამდენი ხანი გავიდა, რა მაგარია. აუ ხო, გოგო, ორი კვირა რა ამბავია. გოგო, სანამ ნიკამო არამე შეუკვეთოთ, ნაყინი გინდა? ანა, ნაყინის მაგერად ყავა ხარ შეუკვეთოთ, უფრო დიდები გავაჩინები. გამარჯვებათ ბავშვებო, რა მოგართმევთ? ორი ყავა თუ შეიძლება. ყავა რომელი კაპუჩინო, ესპრესო, ამერიკანო თუ ლატე? ორი ნაყინი მოგვიტანეთ. ხოჭა ბავშვებო, სწორია, რომ ყავა თქვენთვის ძალიან ადრეა. ეხლა მოგიდათ ნაყინს. ბარში პირველად ვარ იცი? მართლა? მე კიდე მამაჩემს მოვყარ ხოლმე და მე ვავიწყდები ხოლმე. აი ბავშვებო, ეს თქვენი ნაყინი. მადლობა. ნიკა მოდის. რა იცი? არა, ჯერს უნდა მოსული შემოვიდა და ეხლა ნიკა ჩემოვა. რა საკეთე? სუნიანი პასტა. მის მომეც მე სულ და კარგი სუნი რომ მქონდეს. ხო მოგწონს. ამ მაიმუნ ბავშვს გავგლიჯავ შუაზე. უკაცრავად. ხო გითან წვერების ქონია. ზედა არა ხწერები. ბაბა შაკულაშვილს და ფრიდანიშვილს ხო აქვთ? ხო, მაგრამ ეგენი გოგოები არიან. არ დადიხარ. ო, სალმე. როგორ ხარ? კარგად, ჩემ. მამუ, კარგად. ხო, ეს ჩემი კლასელია. გამარჯობა. მე ანა ვარ. მე ნიკა. რა შევიდე?
ნაყინშჭამთ. სოლმე ზურამ ხონჩი სეკო. კი. კეთი? კი. და შენი სალოდები? და შენ ეჩე მე ვიღაცას ველოდები. არა, მეთქი მარტო შემოვიდა თქო და ვიღაცას ელოდება თქო, ვიფიქრე. ერთ გოგოს ველოდები. მართლა ვინ არის ლამაზია? არ ვიცი, არ მინახავს. უოლდ მესიჯობდით და ხა უნდა ნახო. თუ უნდა ნახო, ანუ შეყვარებულია. არა, შეყვარებული არ არის, უოლდ უნდა ნახო. აბა რატო ხვდები თუ შეყვარებული არ არის? კაი ხო შეყვარებულია. მიწერე ჩხარ SMS-ს რომ წავიდა. ხო. შო კაიცა. ბავშვებო, მე ვისაც ველოდები ის გოგო აგვიანებს, ამიტომ ცოტა ხანი თქვენთან დავждდები. კარგი, ამოგივიდა მართლა რა. მესმის რა რთული პერიოდი გაქვს, ხო, მაგრამ იმიტომ კი ვერ წერო მე გიშნი ხეს. იმიტომ ვერ წერო, ჯერ კიდევ ქეთიზე ფიქრობ. მაგრამ პრობლემას სხვაგან ეძებ შენ. ხოს ახლა თუ მე გიშნი ხეს, მე წავალ და ეს საშენ დაიწყე იმუშავე. ძალიან კარგი სიზავი, მამუკა, ძალიან კარგი სიზავი. ხო, წადი. როგორ დავიდე ეს? როგორ და აი ესე მშვენი ვარ. რაც უფრო გვიან მოხვალ უკეთესია. სიზავი. ცოტა ხანი დავისვენებ და მე გავაგრძელებ წერას. ეგრე არ არის ხა წავედი. ერთი მაგარის გასაგები დავჭრა. და სადაც ვდებ ფიქრად ხომ და არ არის და სადმე მოძებნი აქ დავარდებოდა რა. დაიჭირე ესე. აი იქ იქნება და ხლა დავიღო და წავალ, გამიგივიდე. შენ მე მაგაზე არ არის შევ. აი, არა, ხუთათიანი ვიპოვე ბიჭო. გინდა ხუთათიანი. ეგრე მოვუყურებ შე ხუთათიანი, სიტყვის დიმიტრის კი არ ქონდა. არა, ეგრე მოდი იქიდან მოძებნე რა. სადღაც აქ იქნება, ხო ეხლა ავიღებ და ავიღებ და წავალ. კარგი რა მამუკა, დამანებე თავი, დამანებე. გაგიდე რატომ მაგიჟებ? საერთოდ წადი ჩემი სახლიდან. გესმის? წადი ჩემი სახლიდან. არ დაგინახო. გამაგიჟე. გაგიდე რატომ მაგიჟებ? საერთოდ წადი ჩემი სახლიდან, გაიგე? წადი და აქ აღარ დაგინახო, შეიგნე. აქ მოსული აღარ გნახო, დავიტანჯე. ვა? სახლიდან მაგდე? ხო, სახლიდან დაგები, იმიტომ რომ აღარ მინდა შენი მოვა და არც არაფერი. მე თვითონ მივხედავ სახლს. შენ წადი შენ ოჯახში. ზურა. ხო? არ დაიწყო ხა თავის შეწოდება ვთქვი და ამას აღარ გადავთქვა. მორჩა, წადი და თან ის დაგავი გაიყოლე. დროზე. დაგავს თუ გავიყოლე ფაქ კედლების გარდა სხვა აღარაფერი არ დარჩება. არც შენ სხვათა შორის. მე ბიჭო, მე შენ ძმას რომელმაც როცა საჭირო იყო მამობა გაგიწია. როცა საჭირო იყო ძმობა გაგიწია. და როცა საჭირო იყო ცოლობას კი გაგიწია. მე მაგდებ სახი. ხო, შენ იმიტომ რომ ხელში ამოვიდა უკვე შენი სისულელეები. გეხვეწები მარტო დამტოვე, მინდა მშვიდად ცხოვრება. ეთი ამას უსმინეთ. ვერც ლაპარაკობ, მარტო გესმის ას ბოდა. რაც გაგაშია ყველაფერი ჩემი წყალობით აქვს. გაგი რა. აი ეს დალაგებული სათოლი მაგალითად. აი ეს. აი ეს დაკეცილი შენი ტასაცმელი. აი ეს დანეცხილი თემსები სხვათა შორის. აი. ეს ყველაფერი მე გავაკეთე და ეხლა მაგდა ხო სახლი და? ძალიან კარგი. წავალ ბატონო, წავალ, რა თქმა უნდა. კარგად ვზარდებოდეთ. გარს ბატონო. მივდივარ მე. ნახვამდის. მოვალ შეხვედრამდე. მივდივარ. პაკა! ძალიან კარგი რა. მამუკა წავიდა და შვენიერი გამოვიდა. აჰა. რასისულელი არა. ფაჩულიაც არის. ამგონი ტყულა გავაგდე მამუკა რა. ხო მამუკა. ზურავა. მომისმინე, გახსოვს რო გითხარი, სახლიდან წადინერვებს მიშლით ხო გახსოვს? ხო და მომისმინე, სახლიდან წადი კი არა. ქალაქიდანაც გადი, იმიტომ რომ შენი გულისთვის კიდევ ვერ წერ ამ წიგნს.
ნათია რატოს დედა შეთან წასვლა იყო რა. წავიდოდი ხა ჩემთან სახში, დავწებოდი ჩემ ლოგინში. ამის ნაცვლად უნდა დავჩერ დედასთან, სადაც ისედაც რჩება ის დიმიტრი. ეს თახარ მოურავი ჯერ კიდევ აწერია. ოჩახ დედა. რა ამ სალეს გაკეთება რა გახდა გასულა. რა თვითონ არაფერს არ ეძებოდა მე რატომ მოვირდებით მე ხლა ამათ ასთავარია ზურას სამბი არ შემეთქოს და უნდა გამიხარდეს ამ დიმიტრის ნახვა დიმიტრი მე ვარ რაღაც მამუკავა მე ვარ მამუკავა ვერ გიცანი დავი მართლა ვერ გიცანი როგორ გამიხარდა შენი დანახვა შენ ხომ ვერ წარმოგიდგენია ნეტა ერთი როგორ გაგიხარდა ვიცი ნეტა ერთი რაიც შედობა ხო გაგაცხად მანანა ხო სახშია კი სახში მაგრამ მამუკა როგორ ახარ? ამდენი ხანი არ მინახე ზურას გაუმარჯოთ ზურა რა შევით? დედა მომიკითხე. აუცილებლად. აი ამას გეუბნებით მეც, შენს და დედა ჩემსაც. უბრალოდ ხალხისთვის წარმოუდგენელია, შენ ჩემი ძმა ხარ და არა მამა. მაინც კაცი არია ჩვენ შუაში. კარგი, ხა რაღაცა გაგვიგზავნა თქომა და შევიდეთ ახლა სახში. ხო, რაც გგებართ ვერ გავიგე. ანუ შევიდეთ ან გადი. საერთოდ ექცევი. არაფერი. ხოიცე ვერაფერს ვერ დამემალა. კაი, ახლა ეგრეც მოიტყვი. ერთი წელი გიმოვავდით მე და მანჩო ჩვენს ურთიერთობას. ერთი წელი? ხო. ხო, თაბა სამი თვე. ნუ ერთი წელი სამი თვე რა მნიშვნელობა აქვს? როგორ თუ რა მნიშვნელობა აქვს? მაინტერესებს სამი თვე ვიყავი ვირი თუ ერთი წელი. ვირი რა შუაში? ძიმშუაში რო აი ხარ რო ლაპარაკობ ასე მგონია რომ ყროყინებ. ხო, მაგრამ არ გვინდა ეს სისულელეები. მოვედი დედაჩემთან რომ დავრჩენ. სახში ვერ მივდივარ, იმიტომ რომ ნათი არ არის და სურასთან იმიტომ არ მივდივარ, რომ იქ რაღაცა სტერს და არ მინდა რომ ხელი შეუშალო. და ეხლა შენინებით შემიშვი, არ შევავტრე ამ კარს. ой. აი ზუსტად ეგრე უთხარი მანჩოს. ან შენინებით შემომიშვი მაგ გულში, ან შემოვამტროვე მეთქი. რეაგი, ხო შეგიშვა. კი. მოდა შენ შემოდანე ხო? კი, გასვენეთ და რატომ ძინავს თამნაკ? აბა სამცდაზე თუ გამოიცნობ ახლა? ჩვენ ოთახში რემონტია? არა. აბა ისე გავსუქდი რომ ვერ ჩავეტიე ჩვენ საწყლში? არა. მივხვდი გუში გათხლეშილი მთვრალი ვიყავი და აქ ჩამეძინა. ხო. აიმე. მოდი. აიმე. აუ თავი მისკდება. ვაიმე ისე მიჭერს. თამუნა თავი ისე მიჭერს, იქით გაიწია, ასე მგონია თვალები გამოვარდება და მოგეყრება. არ დაგელია მე მაგდენი და არ მოგიჭერდა. ვაიმე, მაპატია, მაგრამ გუში ხო იცი არა როგორი სერიოზული მიზეზი მქონდა დასალევად. ჩემი ბაბუის და დიდი ბაბუის რეკორდი მინდოდა რომ მომეხსნა. მე გამოგივიდა გიო? აი, გამომივიდა, ისინი 12 წელს რო სვავდნენ, მე 10-ს ვერ დავლიე. მე რა, მაინც შენ გამოდიხარ გამარჯვებული. რანაირად ეხა? რანაირად და შენ ცოცხალი ხარ და ისინი კიდე მკვდროები. მაპატია რა გუშინდელი დღე, არაფერი არ მახსოვს რა. აუ გიო და ის თუ გახსოვს აი ეგ რო ვიყავი ესე გადაკიდე. აი რა ეხა ეგ რა გამახსენე რა. აუ შენ თავს პიცა ვარ გუშინ შენზე იცი როგორ ვიეჭვიანე? რატო? თელი ღამე უნიტას რო იყავი ჩახუტებული იმიტომ. ისეთი მთვალი იყავი შენ თავს ვიცი ისეთი მთვალი. სუნთქვაც გავიწყებოდა და მე გახსენებდი ხოლმე ესე ჩაისუნთქავდი მე ამოისუნთქავდი მე ერთ მომენტში ჩამეძინა და კინაღამ გამეგუდე. აი ეგ არ არის თავარი ისაა რომ სახლში მოვედი რა. და ეს იყო მე რა გიო მოსვლა. პირველ საათზე დამირეკე ტაქსში ვჯდებიო და 6 საათამდე არ მოხვედი სახლში, კაი რა. უი ხო, მართლა ტაქსში ვიჯექ, შენ თავს პიცა. ხო, როგორ? რა უცნაური ამბავი მოხდა. აი ეს ტაქსისტი ჩემი შორეული ნათესავი აღმოჩნდა დედის მხრიდან, და ვიქეიფეთ. მე მთვრალი იყო ის ხო ვერ წამომიყვანდა, ამიტომ მეორე ტაქსს დაურეკე რომ მოვიდნენ. ესენი თურმე ძმაკაცები აღმოჩნდნენ და კიდევ ვიქეიფეთ.
ყოველს მეტროთ მოვედი სახში. და მე ამ ყველაფრის მერე გიორგი თორნიკესთან ერთად ფელიღამეს სვავდი სანამ არ გაითიშე. რა? აი არ მითხრა ფელიღამეს სიყვარულს რო უხსნიდი არ მახსოვსო. აი მე გიორგი ეხლა არ მითხრა რომ ისიც არ გახსოვს ზურგზე დიდი ტატუ რო გაიკეთე თორნიკე. კაი. აი მე მამა ჩემი. ვა, ზური. ვა, ნიკა რა კარგი რა გქო ხარ. დღეს დიდიდან მამუკამ ნერვები მომიშალა რა. იხო წერდი, რისკი რაფის. ორმაგი. რა, მოხდარა მე. ზურა. ზურა, შენ გალაპარაკები. სალმე, რა ჭირს მამა შენს? რა? სალმე? მამა, ზურა ბიძია. ბატონო, რატო არა ხარ სკოლაში? ჯერ არ დაგწყებულა გაკვეთილები და მოიცა, სალმე, აბა იცი ანუ. მოიცა, უკვე 2 საათია და რას ქვია, ჯერ გაკვეთილები არ დაგწყებია. მამა არ გახსოვს დედამ საღამოს სკოლაში რო გადამოყვანა. არა, ეხლა მეორეჯერ ვერ მომატყუებ. შენ ეხლა სკოლაში უნდა იყო სალომე. შენ ეგრე დედასთან და იყო, მაგრამ ხარ? არ მეცინება ისი? შენ ჩუ სკოლაში რატო არ ხარ მეთქი? კარგი რა მამა, დიდი გოგო ვარ უკვე. აი, ზურა, ნოეჩხობები. შენ სამსახურში რატო არ ხარ? მე ზურა დიდი ბიჭი ვარ, უკვე და საცმინე იქცავა. ბავშვის რა ხასიათზე მომი დაიწყო, გარეთო რა. ისევე გააცდინე ხო გაკვეთილები? კარგი. ხმა? ზურა ბიჭი. ხმა? ზური. ხმა? უკაცრავ, აი ეს თქვენი არმაგი. აი, აბა დროზე სახლისკენ მე შენ განახებ ჭკუას. ზურა, მოდი ეს უცი რა. რა? აი, ხო ბიჭო, რა გჭირდა? ბავშვი შენ არ გაიცდენია სკოლა? არა. მე რო სკოლაში მივდიოდი, გაკვეთილები უკვე დამთავრებული ხდებოდა და უკან ბრუნდებოდი სახლში. აბა დროზე საფინავიდი. ზურა, მოიცა ერთად. შენ სკოლაში და შენ სახლში. ზურა, რა გჭირს ახლა კაი რა. მომისმინე კი არა. ჩემი შვილია და როგორც მინდა ისე დაველაპარაკები და შენი საქმე არ არის გასაგებია? ბიჭო, გასაგებია რომ გეთის დაშორდი მაგაზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ გაბრაზებული ვარ და როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები. გეუბნები, ჩემი შვილია და რასაც მინდა ისე გავაკეთებ. შენ კიდე დაჯექი და რასაც აკეთებდი ის გააკეთე. წავედი დროზე. ყურეა რა. რა ხდება რა? აი ამას გულისხმობდი. აი ესეთი ლამაზი საღამოს მოწყობა გადავწყვიტეთ მე და მანჩომ და ამ დროს ეგრამ ცოტნა და მაშინ არ მოვიდოდი სანამ სხვაგან წავიდოდი. არა, რა კი მოხვედი, უკვე დარჩი. საღამოსაც ერთად გავატარებთ. ისე დიმიტრი მეგონი არა ესე კარგი აზრი ახლა. მე მგონი, ხა? მანანა გამოდი, სტუმარი ყავს, სტუმარი. მანანა მამუკა ამოსული, მანანა მამუკა, გამოდი, არ ვიტყუები. ვიტყუები შენ სულ ეგრე შვები. კარგი. გამარჯვებულო, გამოდი. ამ ხელა ხალხი, რას თამაშობთ? რა ერთ თამაშობთ? უი მამუკა, მართლა შენახა. აი მე კიდე მეგონა. ვიცი რას გეგონა. აი მამუკა მოვიდა და ჩვენთან აპირებს დარჩენას. მეც გამიხარდა საღამოს ერთად გავატარებთ. აბარა, მართლა ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი. მოდი და ჯექი. მეგონა ჯობია მე წავალ რა. აბა, ეხა ეგეთები არ იყოს. მოდი და ჯექი ნახე რა ხელა სუფრა გვაქვს. ყველას ყველაფერი ეყოფა. თან ეხლა ტორტის გაჭრას აპირებდით უკვე. იცი რა კარგი გამომივიდა. ნათია სად არის? დედამისთან არის. ეს ავადუყობს ეს ქალი და ჩემი ცოლი მეძის ხოლმე რომ მომაროს და თან ერთი გასახები გვაქვს და სადღაც ამ სახლში ჯიმიდან ამოვივარ და უნდა ვერ პოულობო და ვერც ეძებს ის ქალი არანებებს თავს და ხო კარგი არ მინდა ამდენი ახსნა ისე გკითხე აბა ეხლა გავჭრათ ტორტი გავჭრათ აი ორი ულამაზესი ნაჭერი, ჰა? დიტო. ხო, აი. სამი ულამაზი ნაჭერი. მადლობა, არ მინდა მე ტორტი. არ შევჭამ რა, თქვენ დავჭამ საერთოდ. სად გაგონია ხა ჯალისკაცი და ტკბილეული გამორიცხულია.
გამოვიგონე ახლა. დედიკო ტორტი თუ არ გინდა აქ კათამიცა, სოკო, სალათები, რაც გინდა ისჯამე. ცოტა ადრე რო დაგერეკა, ყვავილოვან კომბოსტოსაც დაგახვედრებდი. შენ როს ყოველდღე ვართ? არა, დედა, ყოველდღე რატო? აბა რას გირეკავ ხოლმე წინასწარ და რატო ვიწვალებ თავს გავიგებინე. ისე დღევანდელი ერთელეს ამბავი რა მიზეზი გამო. ისე უბრალოდ. ჩვენ კვირაში ერთხელ ასეთ საღამოებს ვაწყობთ და ვერთობით. კვირაში ერთხელ. დიახ. ხო, დედა, ხო, კვირაში ერთხელ ვიცი, რომ 3ჯერ და 4ჯერაც უნდა ვქნათ, მაგრამ ვერ ვახერხებთ და რა ვქნა. მე ხო დაახლოებით უცნობ წინა ველოდება და მეგონი ჯობია წავალ და სხვაგან დავჩები არა ეს პრობლემა რა. გირო მამუკა რა გჭირდა ჯიქი არ სადაც არ წახვალ. ისე ნათია ხო და ზურასთან რატო არჩები? ეს მუშაობს რაღაცაზე და არ მინდა რომ ხელი შეუშალო და ყურადღება გაეფანტოს რა ხო ხდები. ისე საერთოდ დედა ვაპირებ ეხლა ზურას სახლიდან ჩემთან გადავალ რა. სანამ ნათია და ბავშვები მოვლენ ვიცხოვრებ ესე მარტო ჩემთვის რა და. მამუკა, ხო იცი ეს შენი სახლია და რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დარჩები. თან თავისუფლად უნდა იგრძნო თავი. აი ეხლა რაღაც დაძაბული ხარ. ხო, მამუკა, თავისუფლად. აბა რა? თუ არა და სწორდი, სმენა და თავისუფლად. აი, ექიმებს რო იუმორია ხარ ვიცი. აბა. გადაიგდე და მე. კარგი, მოგლეთ დავჩები ოღონდ ერთი პირობით რა. ესა მე ყურადღებას მომახსენებ. ისე მოიქეცე თვითონ აქ არ ვარ, ხო? უი, მაგას არ გირჩე, მამუკა. მე რომ არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებ, მაგრამ ვერც მივდივარ. უხერხულად იგზნობს დედა თავს ეხლა რომ წავიდე. ვეცდები დამშვიდე. დავრჩები ჯანდაბას. იმედია მალე დავიძინე ფაინს და დამთავრდება ყველაფერი. მანჯო. მე არაერთხელ მithქვამს და კლავაც გავმეორდები. მოდი ჩვენი გაცნობის დღეს გავუმარჯოს. აი, გავუმარჯო. ეგ დღე დაიქცეს ნეტა. გავუმარჯოს. მამუკა. ჩვენი სადღე გრძელოა. მამუკა. გავუმარჯოს. და ისე რაღაცა თემშები გაფუჭები, აი ამას ცოტა მომტრეულია ხა ეგ. ხო. დამავიწყდა მაგის გამოცვლა. ფისომ გამიტეხა. ხო. სახლში გადაყავთ? ხო. შენ თუ გინდა რომ სუპერ ცოლი იყო გეხვეწები, მიდი მაცივარში ცივი ღვინო მაგ და ერთი ჭიქა ჩამომისხირა. გიორგი, შენ დღეს ერთ წვეთსაც არ დალე ვიცოდე, რა გინდა რომ კიდე ცუდად გახდე? აი რა შეხედე რა, ნახე რა დღეში ვარ რა. ხო, შენ ხო მიზეზები არ დაგელევა რა, დღეს ახმელიაზე ხარ, ხვალ არჩევნებიაზე, ეგზიტ პოლებიო. მერე გამარჯვებული კანდიდატის დალოცვა, მერე დამარცხებულის დღე გრძელობა და ესე იქნება სულ, ხო ვიცი რა. აი რა საკეთებ ახლა? აი ხა ეს ერთი ჭიქა რამეს მიზავს? არა გიორგი, არც ერთი წვეთი და 0 ალკოჰოლი, გასაგებია? პირდები? პირდები. ოღონდ არ დაარღვიო, იცი რა ძალიან მეწყინე. არა, აღარ მინდა მართლა, შენ თავს გებიცები დღეს არ დავლე. ხო, აი მიდი ეს დალია და მოგეშვება ცოტა, მიდი. ორა გემრიელი ტყემალია. არ გააუყარები ხა თორნიკე იქნება გეხვეწა. არა, იმე დარწმუნებული ვარ რობერტია. რობერტი ხა თორნიკეა და ცოტა ხანში წავა. ეხა ჩუმად იყავი, ხო იცი რა, ეშმაკია, მიხვდება რომ არ მივღებთ. აი მე არც თორნიკე ვარ და არც რობერტი გამიგეყარი რა. ზურა ყოფილა გიო. გამარჯობა თამო. გიო. ამას მე მგონი ისევე თორნიკე მგონი ვარ მე მგონი, ხო? რა გუში მთელი გამე. პახმელიაზე ხარ გიო? ძალიან კარგი, ესე იგი აუცილებლად უნდა დავლიოთ. ზურა ბოდიში რა, დღეს გიორგი არ სვავს და იქნებ სხვა რამით დაგეხმაროთ. მოიცა თამუნა. გიორგი არ სვავს, იგივე აბსურდული ფრაზაა, როგორც კვლავ გაგვახარეს ქართველმა ფეხბურთელმა. არა, ზურა.
გეხოცები რა, დღეს მაპატია, დღეს უნდა გამოვტო. და დავიფიცეთ ამ უნდა. ხვალიდან ვარ შენი. შენი. აჰა, დღეს უნდა გამოვტო. ისვენე? კი. აჰა, კარგი, ესე იგი გუშინ დაგილებია, მაშინ აუცილებლად, აბა რა, აუცილებლად დღეს უნდა დაისვენო. ჯერა შენი, ჯერა თუნა ჭიქები, აუცილებლად უნდა დაისვენო. აი, ჭიქები რა ყოფილა. ჰა, შეუდგეთ დალევას? ჰა? ისა. რა? ისა. ისა. კიდევ დიდხანს უნდა იძახოთ ესე? დღეს ერთი დღე რო გვაძახები და ხვალიდან უკვე შენი ვარ. სერიოზულად ამბობთ ამას? ბოდიში. ეხლა როცა მე ძალიან მჭირდება დალევა, უარს მეუბნებით? ზურა დღეს უნდა მაპატიო რა. ვაიშა, როგორ უნდა გაპატიო? არა, როგორ უნდა გაპატიო, ჰა? ცხოვრებაში ერთადერთხელ დამჭირდი და ამაშიც არ გამომადგები. მთელი ცხოვრება ასვავდა, რაღა მაინდა-მაინც დღეს არ გინდა დალევა. კაი, გიხოცებ, თავი მткиო რა, ხო რა. თავი მткиვა, ხო? არ უნდა ვიხმაურო, ხო? თავი რო არ გეტკინოს. კაი, დროება რომ არ დაგიღვიო, ხო? ვერეგირსები გიო, ვერეგირსები. უნამუსო ხარ გიო. 27 წლის მეგობრობა რაღაც 5 წლიან ცოლში გაცვალე, ხო? მე შეხედე რა გამოროტებულია. ესე იგი თვითონ ცოლს დაშორდა და ეხა უნდა რომ ყველას დაენგრეს ოჯახი. კაი რა ზურა რა, ჩვენ ხო ვიცით რა ქეთის გამო რო ხარ ესე და ჩვენ მაინც ნუ გვეჩხუბები. ხო გიკეთებ. გიო, თი ცხოვრება ამ თხოვრო დავლიოთო. თან ისეთ მომენტებში მეუბნები რომ უხერხულ მდგომარეობაში ვარდები. აი, გახსოვს ერთხელ სალომეს ზეიმი რო იყო და თოვლის ბაბა არ უნდა ყოფილიყავი. მაშინ ან სავატყოფოში რო ვიწექი და მაშინ ან კიდე მე რო საჭესთან ვიჯექი და შენს და ფანჯრიდან ჭიქა რომ მომაწოდე და რომ მეძახდი მოდი მომიჭახუნეო. ან მეკუთე კლასში კუთხეში ერთად რო დაგვაყენეს მაშინ. რა კაი დრო იყო, ამარეტო ქონდა, გახსოვს? და ეხლა გასაგებია. უკაცრავად მგონის კაიდანაც მეცნობი. მე ვიცანი მიკავარ. უკაცრავად? რა უკაცრავად, მთელი კვირა რომ მესიჯებს წერდი და მოსვენებას არ მაძლევდი. რაც გეშლებათ. ეხლა დაიწყე რომ ვითომ დაიბერე, ვითომ შენის გოგო ახლა, ვითომ შენ არ წერდი მესიჯებს კაი. აქტო გიწყდება ჩემთან ავიდეთ და გაგახსენებ რა. ვიღაც იდიოტი. დღეს ერთ გაკვეთილს გააცდენ, ხვალ მეორეს, ზე საერთოდ არ წახვალ სკოლაში და ესე ნელ-ნელა დაინგრევ ცხოვრებას. აჰა, მე ველაპარაკები ეს კიდე თამაშობს. რატომ თამაშობ და რატო არ მეცადინეო? რა გინდა გაუნათლებელი გინდა გამოხვიდე? თუ გონია რომ შენს მაგივრად ისწავლის ვინმე? ან ის წლები რასაც ეხლა გამოდავებ მე დაგიბრუნდება? ერთადერთი სწავლა გავალია და იმასაც არ აკეთებ. მამა, ვიმეცადინეო. მაშინ რაღაც მაკვირებ? არა რა ყველა ნერვებს რატომ ვიშლით? რა დღე მაქვს დღეს ესე იგი? ჯერ მამუკა, მერე შენ და ნიკა, მერე გიორგი და თამუნა, მერე ისევ შენ, საჭმელი ჭამე? მითხარი რომ პასუხს არ მეჩხუბები, კიზე თუ არის და გიპასუხებ. არაფერი არ მითხრა. საჭმელი ჭამე თქო? რატო არ პასუხო? პასუხის გისიც არა ვარ, ხო? ჩუმად არის რა ქალბატონი, რა აუф, მითხარი რატომ გააცდინე გაკვეთილები? დროზე თორემ ან მეტყვი ან კიდე ჩამოგერთმევა ლეპტოპი. რა და აი იმ დღეს ყველამ გაიგო რომ გოგრის ფორმით იყავი მოსული გადაღებაზე და თარგმნაურების მაგრად გოგრის შულს მედახე. არა, ეხლა სიმართლე მითხარი. სალომე. მონებე თავი მამა რა. სალომე. რა და ისტორიის მასწავლებელი მაბრაზებს არ მიყვარს და მაგიტო გავაცდინე. ეს გაბრაზებს, რატო გაბრაზებს? იცის რომ შენ და გაშორებულები ხარ და მაგაზე მეკითხება ხოლმე რაღაცეებს. მოიცა, ერთი წუთით რა, ესე იგი ისტორიის მასწავლებელს რა შეეკითხება ჩემ ოჯახში რა ხდება, ჰა? არა, რაო კიდე რას მეუბნებიანო, რაო?
ერთხელ ესე მითხრით რა დედაშენს როგორ ყვარებია ლიტერატურაო. თავიდან ეს სიამოვნა, მე ისე გაიცინა მივხვდი რომ შენზე და ლევან თოდორაძე ამბობ. ესე იგი გამოდის რომ ისტორიის მასწავლებლის გარდა ყველა მასწავლებელმა იცის და ჩვენზე ლაპარაკობენ? ხო, ესე მგონია რომ ქართულში მასწავლებელმა თავისუფალი თემა რომ მოგწეს, ყველა მაგას დაწერს. ძალიან კარგი. უცილებლად უნდა ვნახო შენი დამრიგებელი. აუ, მამა, არ გინდა. არ მინდა კი არა, გაჩერდი ახლა. მთელი კვირის გაკვეთილებს ისწავლი და რომ მოვალ ჩამაბარებ. აუ, უარესი. არა, უარესი არ იქნება. ახლა ვნახავ მე შენი ისტორიის მასწავლებელს. ახლა ისეთი გამწარებული ვარ, ვერაფერი შემაჩერებს. საშინელება ასე ჯდომარა რა. აი მეორე მტუარ შეუშალა ხელი. ერთი მეორეზე მიმზიდველი ბიჭები არიან. ემილიო აი გეუბნებოდი რა. მოვიდა და ყველაფერი გააფუჭა რა. აი მე რა ცუდია, საწყალი. ჩვენ ხო ესე არასოდეს არ მოგვივა. როგორც ყოველთვის. შენი სანახაობა. ხალხო, თუ არ ჩერდებით რა. ყველების სავალებას მოუწე დავუხჭო ადამიანს. მე გამუკა ვერ ხედავ რომ უყურებთ რაღაცას. მე როდესაც დავუყუროთ ამ სისულელეს, რა გამორთეთ ან სხვანაირად გააკეთეთ ან არ გეძინებათ მაინც. აი რა დრო ძილია ბამუკა, არის ჩემი ამბავი. თან დიმიტრიც გვიანი ძინებს. რატო, თანავს ღაბრებს არ წავუვითხოვ ეს არ ეძინება? კარგი, მოდი გამოვთოთ ტელევიზორი და რაიმე სხვა მოვიფიქროთ, გავერთოთ, ჰა? შენ რაღაც გექნება მოფიქრებული? ერთი წუთი. სალომეს მონაყოლმა ისე გამაბრაზა რომ ეგრევე სკოლაში მივარდი. კარი დარაჯს ჰქონდა დაკეტილი და ცოტა ხანი აი ასე ვიქცეოდი. მე სკოლაში შევედი და მასწავლებელი ვნახე, ხმის ამოღებაც არ ვაცადე და ეგრევე საქმეზე გადავედი. გამარჯობა. მე გახლავართ სალომე თარხან მოურავის მშობელი, მამა. და საერთოდ თქვენ ვინ გეკითხებათ, მე და ჩემი ცოლი შევრიგდები თუ გავშორდები? თქვენ კი არა მე აღარ მეკითხება უკვე მაგას არ არის. კაცრავად. მაწყვეტინებთ იმის კაცრავად, რაღაც მინდა გიცან, ერთი მომისმინე. მაწყვეტინებთ. თქვენი მოსწავლეების მშობლებზე ჭორაობას ჯობია რომ უფრო სხვა მნიშვნელოვან თემებზე იჭორაო. აი მაგალითად თქვენს დირექტორზე რა მანქანა უყიდია, როგორი მანქანა უყიდია, ვიცი. მომისმინე. ვერ გავიგე, რა გინდა ჩემგან? რა მინდა? მე რასაც მინდა და სადაც მინდა იქ ვილაპარაკებ და საერთოდ რა? ეს იგი აი ეს რომ ითხრა კიდევ უფრო ამომასხა ყელში და თუ კი რამე სიტყვა ვიცოდი, არ აქვს მნიშვნელობა, კარგი, ცუდი, ყველაფერი უთხარი. ცდილობდი დამშვიდებულიყავი, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. პირი თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა. ბოლოს გული რომ კარგად ვიჯერე, მასწავლებელსაც მივეცი ნანატრის სიტყვის თქმის უფლება. მოკლედ, აბა გისმენთ, ეხლა გისმენთ, რის თქმა გიდოდათ, აბა? მანამდე დიახ. ჩემთვის პური რომ დაგეგდოთ, ჯობდა. მე გეოგრაფიის მასწავლებელი გახლავართ. და თქვენ ვინც გაინტერესებთ ის ისტორიის მასწავლებელია. სუფთა იდიოტი ვარ რა. აი ამ წამს ვოცნებობ ნეტა მიწა გამისკდეს და ქვესკნელში ჩამიტანოს. მე გავალ და ისტორიის მასწავლებელს ვნახავ. Я спросил от тополя, где моя любимая? Тополь забросал меня осеннюю листовой. И я спросил... ტელეფონი გადაგა, სადა ხანი რა გაჩვენეთ ხო? აი ტელეფონი რეკავს და მე რა? ხომ და დამოდაპარაკო რა? აი აღარ რეკავს. Осенний
Где моя любимая? Телефон დარგაისა ხალხო. Телефон დარგაისა. ხოდა მაგრამ ეს უნდა გაჩვენდეს ხო? ტელეფონს ხომ ავიღო რა, უნდა უპარსო ხო არა ტელეფონს არა? ხო ნათია. პოლიცია ხო ზურა დამეთქოს ბოდიშების ხდას და მე ესენი წავიღებენ twins კითხვებით. თან დედა ინერვიულებს როცა გაიგებს რომ ზურამ სახლიდან გამომაგდო. ამიტომ ვითომ ცოლი მირეკავს. ბიჭო, რა ნათია ზურა ვარ. ხო. რაგინდა რატომ მირეკავ? რა შესაქმე? თელი დღეა ვფიქრობ და გონი მართლა ჩემი ბრალი იყო ყველაფერი რა. აი შენს მერე ნიკასაც ვეჭხუბე, მერე გიო, სალომეს, ხო და მივხვდი რომ სისულელე გავაკეთე და მინდა რომ ყველას დაურეკო და ბოდიში მოუხადო, გესმის? სლუტყუდად მეუბნები მაგას, გაიგე? და ერთი რამე დაიმახსოვრე, მე მაგ სახში ფეხს აღარ დავადგამ. დედა შენი სახში. ხო. იმიტომ რომ მაგ ხალხს მე ვერ ვიტან ნათია. ბიჭო, რა ფეხს არ დაადგაო, რა ნათია, გაგიჟდი შეჩემა? ნათია. აი ეგ შეჩემა იქნება რომ დაანგრევ შენ ოჯახს. ბავშვი მეორე ოთახიდან რაღაც უძლურ სიტყვებს იძახის და მამუკა მისმინე რა, მაპატიე რა, მართლა ყველაფერი რაღაცა ცუდად გამომივიდა და არა მაგ შენი თავი ეხა დავანებ თავი, კარგად იყავ. მამუკა კარგი რა, თქვენ მაინც გაჩერდით რა, რომ შეიძლება ასე მოხსნათ მართლა. დაუბრუნდება მართლა. წავედი მე, აღარ შემიძლია ამის ადრა უკვე. ნახონდეს. დედა გაწყინინეთ რამე? არა, თუ რაღაცაა მითხარი და არა, თქვენ რა შუაში ხარ დედა, არა, უბრალოდ ნათიამ რომ ამერიკა მითხა გასაღები ვიპოვეო და მოდი სახშიო და წავალე სახში, აბა, კარგად. რაღაცნაირი იყო თქვენთან დროის გატარება. კაი, გაგაცილებ. არა, გაცილება არ მინდა. მე თან წავალ. მე თვითონ წავალ ამერიკა ერთ. სისულელე ვქენი რა. რას ვეჭხუბი ამ ხალხს? არა მე რომ წიგნს ვერ წერ ამ მამუკას ბრალი ან რანიკას ბრალია რომ შემთხვევით შეხვდა სალომეს. გიორგი და თამუნა ან საწყალი სალომე რა მინდოდა რა. მტვინო ვარ რა. მაგრამ არა უშავს ყველას დაურეკავ და ბოდიშს მოვუხდი. აიღე რა ყურმილი რა გჭირს გიორგის დაურეკოთ. შენ მაინც აიღე ყურმილი რა. სალომე შენ მაინც აიღე რა გჭირს. ყველასთან წავალ სადითაო ჩამოვული და ყველას ბოდიშს მოვუხდი. გიო გამიღე რა გთხოვ. თამო შენ მაინც გამიღე რა. ნიკა ეხოცები რა გამიღე კარი რა. ნიკა მაპატიე რა გამიღე რა. მამუკა გამიღე რა კარი ზურა ვარ. ის ფონზე უარესად აურია სახლი. რა დაავადებს ამას? ონეტა სადაა ამდენ ხანს რა. ხო გეუბნები დამირეკა ჩემმა მეზობელმა და მითხრა წეგან 1 საათი რეკავდა კარზე ზარსო. საწყალი ალბათ გონია რომ არ უღებთ არა და ჩვენ აქ წამოვედით შესარიგებლად. კაი არა უშავს ახლა მოვა და აუხსნით ყველაფერს რა. ისე ნიკა მეგონი შეთანაც იქნებოდა ხო იცი სახში? იქნებოდა. აუ მე წოდება თან ხო ვიცი ხა როგორ ნერვიულობს რა. ხო. კაი ვქნით რომ დავიკიდეთ გაბრაზება და რაღაცები და მოვიდით. აბა ნახე ზურა სახში კოტიტი. არ ჭამოგიო. ძველი იქნება კაი რა. აი რა ძველი კაცო დღეს მაინც პახმელიანზე რო ვარ მთელი დღე გული მერეო. კაი გიო.
როზერჩი შენი კოტლეტია. თამო აი ამას როგორ უძლებ? აი. შენ კიდე იმდენი სუნა მოგასხია რომ პახმელეს გამოვადი უკვე. მართლა როგორ? დაიცადე, იცი რა მოვიფიქრე. მოიცადე, რაღაცა მოვიფიქრე. ზურა რომ მოვა, ერთი სიურპრიზი ხო ის იქნება, ჩვენ რო შეურიგდები და მეორე რაც უყვარს ის დავახვედროთ. კაი, მაშინ მე სახსაურებ. შენ აი ტანსაცმელი დააჭუჭყიანე, შენ გლობუსი შეიტანე ტუალეტში. სულები ხარ, საჭმელები და ეგეთი რაღაცები ვიგულისხმარი, მაგალითად დავახვედრებ მაგის საყვარელ ბლინჩიკებს. აუ, სამდე მართალი ხარ, მიდი რა. ეს რა არის გიო? თამუნა, შენ ტაფების გადაგვიდე, უკვე დაგავიწყდა. ზეთია, ზეთი. აუ, მოდი რა, რამე მაგარი გავუკეთოთ რა. აი, მაგალითად, მოდი სადმე დავიმალოთ და რომ მოუწევ, ბუ და სურპრიზი. ოღონდ ისი არა ეხა, მაშინ რომ გავუკეთეთ, გახსოვთ დაბადების დღეზე. ora აღონის აივანი და ტუალეტი არ გვინდა ეშინია მაგას ხო იცი რა მე სხვაგან დავიმალო და რო შემოვა ამოხდეთ და რას გამხიარულდება რა იცით რა არა ჯობი მანდა აი აქნა ჯობი აი მაგალითად ნახეთ როგორ უყვარვარ ჩემს მეგობრებს ყველაფერში მე ვარ დამნაშავე და მაინც თვითონ ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას აი ახლა უყურებ და მგონია რომ ზუსტად ისეთივე საყვარლები არიან როგორც აი ესენი მე მგონი ხმა ისმის და მგონი მოდის ის მოდი ჩავიმალო მოდი ჩავიკუზე თამნა შენ თუ გინდა ნუ ჩაიკუზები აზრი არ აქვს ჩუმა ჩემი ბრალი არა დებილი ვარ რა რა მინდოდა იმათ რას ვერჩოდი რა ეტის ღირსი ვარ გამიგესკარები ტყუილა ვეჭხუბე საწყებს ალბათ ეხა რას ფიქრობებ ვერ გაუძლებთ და წამოდით რა დროზე გავიდეთ სად გავიდეთ გოგო ვერ ხედავ როგორ არის ეხა რომ გავიდეთ ეს კერ გამხირულობა შეიძლება უფრო დაიგრუსოს შეიძლება აუ კიდათ კინტაურის ცეკვით გავიდეთ და იქნებ მოეწონას იაფა არასოდეს აღარ ვეჭხუბები რომ შემირიგდებიან იქნება არც უნდათ რომ შემირიგდე არა რატო ვეჭხუბე რა სალომესგან რაღა მინდოდა მაგრამ მარტო სალომე ყველა რა მოკლედ ზურა ასე იყო ყველაფერი და იმიტომაც გადავწყვეტეთ შენთან მოსვლა რა ყაბატი ხო არა მართალია ეგრე იყო და მაპატიეთ კაი ნუღა ნერვიულობ ზურა ხო სალონას ხო დაგირეკა და შეგირიგდა რა ხო ეგ ეს თქვენი ჩალიჩეთ ხო აუ რა ჯიგრები ხართ რა დიდი მადლობა რა და კიდევ ერთხელ მაპატიეთ მაგრამ რა მოინტერესებს იცი მამკას ელაპარაკეთ დაურეკეთ მაგრამ არის სურვა ჩვენთან ლაპარაკი გათიშე ტელეფონი მე დედაშენს დაურეკეთ დედაშენმა თქვა რომ აქ არ არისო ნათიას დაურეკეთ ნათიამ თქვა რომ არც აქ არის არც დედაჩემთან არ არისო აი არ ვიცი სად შეიძლება წასულიყო აი ესეთი იყო იმ დღეს ჩვენი ამბავი გიომ ნიკამ და თამუნამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ ისინი ნამდვილი მეგობრები არიან სალომემაც გამახარა თავისი შერიგებით
აი რაც შეეხება მამუკას, მასთან დაკავშირება და ბოდიშის მოხდა ვერ შევძელი. არა უშავს, იმედი მაქვს მაგის შესაძლებლობა კიდევ მექნება. ისე ყველა ძალიან გვაინტერესებდა საწავი და ჩემი ძმა იმ დღეს, მაგრამ ვერ გავიგეთ. აბა გაჯარი! ბატალიონო! სამენა! აკაკა! აკაცილია! ციგრძელი და მხიარული ხარობებოდება! როცა ყველა წავიდა, დიდხანს ვფიქრობდი, სად შეიძლება ყოფილიყო მამუკა. ვერსად მივაწვიმე ხმა, მაგრამ იმედია მალე გამოჩნდება. იმ დღეს კიდევ დიდხანს ვიჯექი დივანზე ჩაფიქრებული. ოღონდ უკვე მარტო მამუკაზე კი არა, ყველაფერზე ვფიქრობდი. ფიქრობდი, როგორი ცხოვრება მქონდა, ვინ ვიყავი, რა მინდოდა საერთოდ რისი მიღწევა. პასუხის გაცემა ხშირ შემთხვევაში მიჭირდა, სამაგეროდ ამ ყველაფერს თავისი კარგი მხარეც ჰქონდა. ამ ფიქრის დროს აღმოვაჩინა, რომ საბეჭდ მანქანასთან ვიჯექი და თითებს გაუჩერებლად ვაკარგუნებდი. აი ესე მოულოდნელად დავიწყე ჩემი მეორე წიგნის წერა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი გამოვა. რა თქმა უნდა, თქვენ პირველი წაიგდეთ.